სულ მიჭირს ხოლმე წარმოთქმა და ჩემი მეუღლებს საყვედურობს სულ წარმოთქვამ ლიტვა ასე ვამბობდა და ახალი ტოპონიმიკა სწორი ტოპონიმიკა ამ სახელმწიფოსი არის ლიეტუვა ხო და ლიეტუვა ემზადება ნატოს ქვეყნებზე რუსეთის შესაძლო თავდასხმისათვის გაგიკვირდება და 2030 წელს უფრო ზუსტი რომ იყო რა არის ამაში გასაკვირი ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით მომდენო 4-5 წლის განმავლობაში ქვეყანა აქტიურად შექმნის ახალ სამხედრო დანაყოფებს რომლებიც უზრუნველყოფენ ყველაფერს რაც საჭირო იქნება შესაძლო აგრესიის მოსაგერიებლად კიდევ შემიძლია რაღაც 1-2 ინფორმაცია წავიკითხო ასე მაგალითად ესეც საინტერესო იყო მაგრამ მაინც ვიხდი ხო მაგალითად ესეთი დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ცნობით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში 2022 წლის 25 თებერვლიდან დღემდე 900,000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგეს მათ შორის იგულისხმება 250,000-ზე მეტი დაღუპული და დაახლოებით კი არა 650,000-მდე მძიმედ დაჭრილი და ბრძოლას გამოთიშული პირი. მოდი კიდე ერთი ინფორმაცია წავიკითხოთ მაგალითად, ხო? Financial Times-ის ინფორმაციით პოლონეთი და დიდი ბრიტანეთი განიხილავენ ერთობლივი თავდაცვის ხარჯების ინიციატივებს, რათა გააზარდონ სამხედრო წარმოება და ეფექტიანობა ევროპის უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების ფონზე. ჩვენ კარგად უნდა გავიგოთ ერთი რამ. ჩვენ უშუალოდ ჩვენ ქართველებმა, ჩვენმა საზოგადოებამ. დიახ, რასაკვირველია, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. რასაკვირველია ასეა და ამ ფრონტზე რუსეთ-უკრაინის ომში იღუპებიან, მე წავიკითხე აგე მონაცემები რუსეთის დანაკარგების თაობაზე, მაგრამ რასაკვირველია, იღუპებიან უკრაინელებიც, უკრაინელი სამხედროებიც და უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეებიც, ბავშვები, მოხუცებულები, ქალები, ნებისმიერი ასაკის ან ნებისმიერი გენდერის მშვიდობიანი მოქალაქეები. მაგრამ კარგად უნდა გავიგოთ, რომ რუსეთს ეგრეთ წოდებული მშვიდობა სჭირდება მხოლოდ იმიტომ, რომ როგორღაც ამოისუნთქოს, გადაიარაღდეს, არ ვიცი სხვადასხვა, მათ შორის საკუთარი რესურსებითაც, მაგრამ სხვადასხვა ქვეყნებთან, ჩრდილოეთ კორეასთან, ჩინეთთან, ირანთან ურთიერთობის დალაგებით როგორღაც მოახერხოს საკუთარი ახალი მაღალტექნოლოგიური იარაღის წარმოება, სერიული წარმოება შექმნა და დანარჩენ უკრაინას ამ ეგრეთ წოდებული მშვიდობის დამყარების შემთხვევაში დაარტყას და შეუტიოს და აიღოს კიევიც კი. არა, კიევის აღება გაუჭირდებაო, ბევრი თქვენგანი იტყვის და მართალიც არის ეს მართალი ბრძანებაა, მაგრამ კიევის აღებაში მაინც და მაინც კრეშატი გზე ტანკებით გასეირნება, სულაც არ იგულისხმება კიევში ხსედებულ კრეშატი გზე, ანუ რადაში, ან საპრეზიდენტო ადმინისტრაციაში იმგვარი პირის ან პირების მოყვანა, რომლებიც მის რუსეთის მიმართ იქნებიან ლოიალურნი და ფიგურალურად რომ თქვა, გარდა ორფერა უკრაინული დროშისა, სამფერა რუსულ დროშას ააფრიალებენ, ანუ გახდება უკრაინა დაახლოებით იმგვარი ქვეყანა, როგორიც არის დღეს ბელარუსი. ეყოფა თუ არა რუსეთს ძალა სააბისო, დღევანდელი გადმოსახედიდან მე გეტყვით, რომ რასაკვირველია არ ეყოფა, რასაკვირველია დღესაც კი აქა-იქ და ბევრგან რუსეთს უჭირს ფრონტის ხაზი იმ 2000 კილომეტრიანი ფლად არ არის, მაგრამ 2000 კილომეტრიან პერიმეტრზე ფრონტის ხაზი იგულისხმება დონეცკი, იგულისხმება ხერსონის მიმართულება, იგულისხმება ხარკოვის, ზაპოროჟიეს მიმართულება, იგულისხმება მათ შორის კურსკის მიმართულება და ასე შემდეგ, იმიტომ რომ გრძელია ეს ფრონტის ხაზი, მაგრამ თუ რუსეთს ექნება ამოსუნთქვის შესაძლებლობა, თუ რუსეთს ექნება საკუთარი სამხედრო ხარჯების წარმოუდგენლად, დღევანდელთან შედარებით წარმოუდგენლად გაზრდის შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში არის სამხედრო მრეწველობაში კორუფცია და მიუხედავად იმისა, რომ ფურცელზე იწერება ერთი რამ. ფურცელზე იწერება
რომ გამოყოფილია, კარგია რომ კალაბი დამხვდა, მაგალითად ლაპარაკობ დოლარებში გადავიყვანოთ, პირობითად ლაპარაკობ 5 მილიონი 6.0 გჭირდება 5 მილიონი დოლარის რაღაც ყია წამალი პირობითად ლაპარაკობ ამა თუ იმ შეტევისათვის და ეს ყველაფერი არის ქაღალდზე დაფიქსირებული, რეალურად კი მიდის 2 მილიონი დოლარის ყია წამალი ფრონტზე და უჭირს რუსეთს, აკი ამიტომაც ყავს მათ შორის ამიტომაც ყავს აქვს ამხელა დანაკარგები, ხო, როგორც Financial Times-ი თუ არ ვწდები, იუწყება ამის თაობაზე თუ მედიის ერთ-ერთი უცხოური საშუალება, მაგრამ ამის მიუხედავად რუსეთი თუ გაზრდის საკუთარ სამხედრო სამრეწველო კომპლექსს, გაზრდის გააძლიერებს, ის რას საკვირველია ეცდება ჰიბრიდულად ან კონვენციურად ჩამოსჩალოს მთლიანად უკრაინა, მით უფრო თუ წინააღმდეგობის გამწევი, დემოტივირებული აღარ იმხოლება, ანუ იქნება ბევრი დემოტივირებული პირი. გარდა უკრაინისა, ეს ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ, კარგად უნდა ხვდებოდეთ. რუსეთის სამიზნე არის ასე მაგალითად მოლდოვა, სადაც ისედაც მყიფეა დასავლური პოზიციები მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონმა სანდუმ გაიმარჯვა და რეფერენდუმშიც გაიმარჯვეს, ასე უნდა ვთქვა, ჭეშმარიტმა, არა, მოლდოვის მომავალზე ორიენტირებულმა მოლდოველებმა, იცით თქვენ რომ უმნიშვნელო სხვაობა იყო, მაგრამ რეფერენდუმზე დაფიქსირდა მოლდოვის მომავალზე დაფიქრებულ მოქალაქეთა გამარჯვება, პასუხისმგებელია პირთა, შემდეგი სამიზნე, რასაკვირველია იქნება მოლდოვა, რომელსაც დავხედოთ რუგას, არა აქვს სახმელეთო საზღვარი, მოინელებს რუსეთთან, მოინელებს რა უკრაინას თუ მოინელებს, ცხადია, რასაკვირველია შემდეგი სამიზნე იქნება მოლდოვა. ეხლა ბევრი ამბობს, რომ ნატოს წევრებსაც შეუტებსო, აკი ამიტომაც ბალტიელები ამბობენ, რომ ჩვენ შევიარაღდებითო. ძალიან კარგი განცხადებაა ეს, მაგრამ მარტო ბალტიელთა შეიარაღება, მზადყოფა, მზაობა, სამომავლო 5 წლის შემდეგ სავარაუდო დაპირისპირების ბარო დაიწყება რუსეთსა და ბალტიის სახელმწიფოებს შორის, ლიეტუვასა და რუსეთს შორის, არ ეყოფა ამ ყველაფერს, ბალტიელებს სჭირდებათ სურგი სჭირდებათ როგორც სკანდინავიური სახელმწიფოებიდან, ისე რასაკვირველია გერმანიიდან, საფრანგეთიდან, არაკონტინენტური ევროპიდან, ბრიტანეთიდან და ესეც საკმარისი იქნება თუ არა ღმერთმა უწყის, ანუ რას გულისხმობ, ამერიკელთა საფორთის, ამერიკელთა მხარდაჭერის გარეშე. ბევრი ამბობს, რომ ბალტიელები და პოლონელები პოლონეთი არის შემდეგი სამიზნე, უკრაინა მოლდოვის მონელების შემდეგ, პერსონალურად მე მგონია, რომ შემდეგი სამიზნე სულაც არ არის ბალტიის რომელიმე ერთი სახელმწიფო, ან სამივე ერთად ჩემი აზრით შემდეგი სამიზნე არის საქართველო. ოღონდ საქართველო ამასობაში შეიძლება რუსეთს ანუ ამ 5 წლის განმავლობაში უკვე აქ ვიხმარდი სიამოვნებით ჟარგონს, მაგრამ აუცდები ჟარგონს და ლიტერატურულ სიტყვას შემოგთავაზებთ მოიღლიავებული ჰქონდეს. ისედაც მოიღლიავებულიაო ბევრი თქვენგანი ითქვის. ასეც არის, ბიზინა ივანიშვილის ხელში დასაკვირველია საქართველო არის არარეზისტენტული ქვეყანა, რომელიც წინააღმდეგობას ვერ უწევს რუსეთს და პირიქით უკლებლივ ყველა სურვილუკას ხუშტურს უკმაყოფილებს და საქართველოს შიდა მოწყობითაც უკვე ემსგავსება კავკასიის ბელარუსს ემსგავსება კი არა არის უკვე ვაღიაროთ ეს, მაგრამ ამაზე უარესიც არსებობს, აქ რუსთაველის გამზირზე ტანკების შემოჯლიგინებას სულაც არ გულისხმობ, აქ გულისხმობ იმას, რომ საქართველოს ოფიციალურად რაღაც მესიჯი მომივიდა, საქართველოს ოფიციალურად განაცხადოს უარი არა მხოლოდ ნატოში გაწევრიანებაზე, რაზეც ჯერჯერობით საბედნიეროდ უარი არ განგვიცხადებია, არამედ ოფიციალურად განაცხადოს უარი ევროკავშირში გაწევრიანებაზეც. ანუ კობახიძემ თუ ვინც იქნება, ვივარაუდო რომ ეს შეიძლება იყოს ირაკლი რუხაძე, ან მოკლედ ბიზინა ივანიშვილმა თქვას, რომ ჩვენი გზა გვაქვს და ნატოში ხო არ მივდივართ, მაგრამ არ მივდივართ არც ევროკავშირის მიმართულებით. რუსეთს ეს მოთხოვნა რასაკვირველია გაუჩნდება, ოღონდ პარალელურად გაუჩნდება შემდეგი მოთხოვნა. პირველი, საქართველოს გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი და ნეიტრალიტეტი როგორი ისეთ ისეთი კი არა, რომ უკლებლივ ყველა ქვეყნის ჯარი გავიდეს საქართველოს ტერიტორიიდან, ჯერ ხადაგყავს სხვა ჯარი, სხვა რომელიმე მეორე ქვეყნის ჯარი, სად არის ჩვენთან, მაგრამ არც უნდა შემოვიდეს ამერიკელთა, ევროპელთა, ნატოს ჯარი, ესე რომ ამბობთ ხოლმე თურქეთის და ასე შემდეგ, არამედ
არა მხოლოდ ეს, არამედ ნეიტრალიტეტი რუსეთის მიერ მხარდაჭერილი და უზრუნველყოფილი. დიახ, არსებობს ნეიტრალიტეტის ასეთი ფორმა, როდესაც საოკუპაციო ჯარი, რომელსაც ეხსნება საოკუპაციო სტატუსი, იმყოფება ამა თუ იმ ქვეყნის ტერიტორიაზე და აცხადებს, რომ ბჭყალებში დაიცავს ამა თუ იმ ნეიტრალური ქვეყნის სუვერენობას, დამოუკიდებლობას და ნეიტრალიტეტს. დიახ, რუსეთი ამას მოითხოვს ჩვენგან და ბიძინა ივანიშვილი ისე ვავიღოთ ფურცელი, როგორ აწერს ის ხელს მე ვერ გეტყვით, მაგრამ ამაზე ხელის მომწერი დასაკვირველია არის. პირადად დასაკვირველია არა, მოაწერიდებს ხელს რომელიმე ყაველაშვილს, რომელიმე ირაკლი კობახიძეს, რომელიმე ირაკლი რუხაძეს, სხვებს. თუ სხვებს და სამწუხარო ის არის, ამბავის ის არის, რომ წინააღმდეგობის გამწევი, ინსტიტუციურად წინააღმდეგობის გამწევი. ხო, ნაბიჯს ვერავინ ვერ შეეწია, არც არავინ არ არის. ახლა რატო უნდა ვახსენო საქართველოს საპატრიარქო, მაგრამ საქართველოს საპატრიარქოს კი გაჯერებული რუსული აგენტურით. ამაზე ტაშს დაუგრავს, მადლობასაც გადავუხდის ცალკე რუსეთს, ცალკე მოსკოვს და ცალკე ბიძინა ივანიშვილს, ოღონდაც კი გადარჩნენ მღვდელმთავრები არსით ქრისტეს დამღალატებლები ფლად გულახდილი თუ ვიქნებით და რასაკვირველია სახელმწიფოს წინააღმდეგ წასულები რა ხანია ათეული წლებია მეთქი მე ამაზე არაერთხელ ვისაუბრია მოდი ესე ვიტყვი 1927 წლიდან რატო 27 წლიდან ვილაპარაკოთ ამაზე სოდესმე 27 წელს ჩემი აზრით 27 წელს გარდაიცვალა ჩემი აზრით უკანასკნელი ღირსეული პატრიარქი საქართველოსი მას ამბროსი ხელაია ერქვა კალისტრატეს სინცაძისა და სხვათა აპოლოგეტები შემომივარდით თუ გნებავთ და მაკრიტიკეთ რამდენიც გინდათ რამდენიც გნებავთ ჩვენ ყავდა მე-20 საუკუნეში ორი ღირსეული პატრიარქი პირველი მოკლეს კირიონი მარტყოფში ვინ მოკლა ამაზეც ვისაუბროთ ოდესმე ვერსიებზე უფრო ზუსტი რომ იყო და მოკლეს არა პირდაპირ მაგრამ მოკლეს ამბროსი ხელაიაც მეთქი ამასაც გეტყვით ახლა არც თუ დიდი სიამოვნებით ეს სხვა თემაა მე ვიცი რომ ბევრი ამის გამო გამაკრიტიკებს მათ შორის გამოჩნდებიან პატრიარქ ილია მეორეს დამცველებიც ნება თქვენია სხვა თემაა მოკლედ არავინ არ შეეწინააღმდეგება ბიძინა ივანიშვილს და რუსეთს იმაზე რომ საქართველო გახადოთ ფსევდოდ ნეიტრალური ქვეყანა კავკასიის შვეიცარიაო ასე რომ ამბობენ ხოლმე და რეალურად კი გახადოთ პრორუსული ქვეყანა რომელშიც შემოჯლიგინდება ცოტა გავაწმინდოთ კამერა შემოჯლიგინდება რუსეთი როცა მოუნდება სხვათა შორის 1920 წლის 7 მაისს როდესაც გაფორმდა საქართველოსა და რუსეთს შორის ხელშეკრულება იქაც დაფიქსირდა სამხედრო მიუმხრობლობის თაობაზე საქართველოს სამხედრო მიუმხრობლობის თაობაზე აზრი თუ რაფია მოხდა ჩანაწერი აღარ ვლაპარაკობ იმაზე რომ 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტში პრეამბულაშივე წერია რომ საქართველოს უნდა იყოს ნეიტრალური ქვეყანა სამხედრო მიუმხრობლობას ირჩევს ეს არ გამხდარა რუსეთისთვის იმის საფუძველი რომ არასრულ 3 წელიწადში 21 წლის თებერვალში ის შემოსული იყო საქართველოში და მოეხდინა საქართველოს ოკუპაცია რუსეთი გარდა ამისა ამ ყველაფრის გამო აფხაზეთს მაინც გიბრუნებდეს ხალხო ან ცხინვალის რეგიონს მაინც გიბრუნებდეს კარგი გავანებოთ თავი აფხაზეთის ცალკეულ რეგიონებს ცალკეულ რაიონებს სამურზაყანოში გალში ჩატარდეს რაღაც წირვალოცვა ქართულად მაგალითად ისწავლებოდეს ქართული ენა და ლიტერატურა ხო ამას მაინც აკეთებდეს არა ერთ გოჯმის მისასაც არ დაგითმობს იმიტომ რომ ის რაც მისია მისეული წარმოდგენით ის მისია სამუდამოდ აქედან გამომდინარე ახლა უკრაინას რო დავუბრუნდეთ ცხადია მნიშვნელოვანია ომის დასრულება მშვიდობა მეც შემიძლია თქვა მშვიდობა და შემიძლია წავიბღერო კიდეც მშვიდობა თქვენ დამეთქი მაგრამ პრინციპულად მნიშვნელოვანია სამართლიანი და ძალაზე დაფუძნებული მშვიდობა ამის უნარი ევროპას დასავლეთს რასაკვირველია აქვს ეხლა მწუხარო ამბავია რომ ამას სულ უფრო ნაკლებად ხვდებიან ასე უნდა ვთქვა ოკეან გაღმა ვაშინგტონში და მაინც ისმის ეს მოსაზრებები იმის თაობაზე რომ ევროპას მიატოვებენ გაიყვანენ შეერაღებულ ძალებს
შეძლებს დაგვართან მაქსიმალურად უკრაინას არ მიაწვიან სტრატეგიულ იარაღს, სადაზვერვო ინფორმაციებს, სატელიტიდან ინფორმაციებს და ასე შემდეგ და უკრაინას დატოვებენ და გარდა ამისა, ვიტკოფი თუ სხვები ამბობენ იმასაც, რომ უკრაინამ რასაკვირველია უნდა დათმოს. თუ უკრაინამ უნდა დათმოს, აი დაფიქრდით კოცებო. თუ უკრაინამ უნდა დათმოს ასე მაგალითად ყირიმი და დონბასი, მაშინ იგივე ტრამპი, რომელსაც ესე უკრავთ დაშს, რატო არ გვეთყვის რომელიღაც ეტაპზე, რომ თქვენც უნდა დათმოთ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონიო და ბიზინა ივანიშვილი თქვენ რომ მოგწონთ ამაზე კი შეიძლება წახვეს, მაგრამ თქვენ ასე რომ ამბობთ რომ თქვენთვის ტერიტორიულ მთლიანობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ხო ასე ამბობთ, მაშინ ტრამპი თქვენთვისვე იქნება თუ არა ესე უნდა თქვა ცუდი ტიპი, შედარებით ცუდი ტიპი ვიდრე დღეს არის. ახლა კი როგორღაც წავიდეთ ფინიშისაკენ და აღვნიშნოთ შემდეგი რა. უკრაინაში ომი ვერ გაჩერდება, ამაზე მithქვამს ბევრჯერ და თუ გაგრძელდა და თუ გაჩერდება, ესე ფორმალურად, ფორმალისტურად, ხელისუფლებების დონეზე, რაც ჩემი აზრით წარმოუდგენელი, მაგრამ შესაძლოა ვცდებოდე, ის აუცილებლად გადაიზრდება პარტიზანულ ომში. ოღონდ ვალდებულება უკრაინელ პარტიზანებს, რომლებიც 50-იანი წლების შუა პერიოდამდე იბრძოდნენ რუსეთის წინააღმდეგ გასულ საუკუნეში, რუსებს რო ეზიზღებათ იმ ბანდერას თავკაცობით და არა მხოლოდ ბანდერასი, უკრაინელებს აქვთ ამ პარტიზანული ომის ბრძოლების გამოცდილება ტყეში შესულ უკრაინელებს. რასაკვირველია, აქვთ ისინი, მათ არ ექნებათ ვალდებულება დაიცვან უკრაინამ მხოლოდ დე იურე უკრაინის ტერიტორიაზე, მათ ექნებათ ვალდებულება შეაწუხონ რუსეთის სიღრმეებში და რუსეთის სიღრმეებში რუსეთის შეწუხება, ანუ აქ-იქ აფეთქებები და რაღაცილებით ხშირი აფეთქებები ვიდრე ეს ხდება ახლა, ვიდრე ამგვარი აფეთქებები ხდება ახლა, სერიოზული პრობლემა იქნება შემდგომ პერიოდში რუსეთისათვის. ამიტომ ომი არ სრულდება ამას რომ ამბობ. ცხადია გულისხმობ ხელისუფლებებს, ცხადია გულისხმობ იმას, რომ ზელენსკი არ აწევს არც პირდაპირ არც ირიბ კაპიტულაციას ხელს, ცხადია გულისხმობ იმასაც, რომ ამის გამო შესაძლოა შავმა კაცამ კიდევ გადაირბინოს ვაშინგტონსა და კიევს შორის. ცხადია გულისხმობ იმას, რომ მედვედევი შეიძლება გამოთვრეს არ გამოტყრეს უკაცრავად სიტყვიზა, ამ გახარებული რომ რაღაც რუსეთსა და უკაცრავად კიევსა და ვაშინგტონს შორის კატამ გადაირბინა და ასე შემდეგ პროპაგანდისტებმა შეიძლება აქონ დაადიდონ პრეზიდენტი ტრამპი და აძაგონ პრეზიდენტი ზელენსკი, თითქოს ამას არ აკეთებდნენ აქამდე, მაგრამ ომი არ დასრულებაში იგულისხმება მათ შორის პარტიზანული ომის არ დასრულება და ოდესმე ეს კვანძი ოდესმე იხსნება და კვანძი თუ იხსნება, მეგეთქვით ასე, კვანძი თუ იხსნება, გავბედო თქვა, გაგიკვირდებათ და იაპონიას იბრუნებს არასადავო არაბედ მის ტერიტორიებს, ფინეთიც იბრუნებს ამ სცენარის მიხედვით. ფინეთიც იბრუნებს არასადავო არაბედ მის იმ ტერიტორიებს, რომლებიც ოკუპირებული აქვს ეხლა ხანია, მალე 100 წელი გავა რუსეთს. უკრაინა ხო იბრუნებს იმ ტერიტორიებს, რომლებიც ახლა შეთხრეულნი არიან რუსი სალდატები, ოკუპანტები. საქართველოს იბრუნებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს და არა სამხრეთ ოსეთს და რუსეთი ისე სუსტდება ერთ-ერთი სცენარის მიხედვით, რომ არ მინდა ვთქვა, რომ მარტო მოსკოვიე რჩება მეთქი მე-17 საუკუნის წარბონაქმნი, მე-16 საუკუნის წარბონაქმნი, არამედ არ მას არ ვამბობ, რჩება რაღაც საზღვრებში, მაგრამ ბევრი ფედერაციის ბევრი სუბიექტი თბილისის დამოუკიდებლობის მეტხარისხსაც იღებს, ვიდრე დღეს აქვს. ოღონდ არა ჩეჩნეთი, ეგრა მაგის პასუხია, კადიროვის ჩეჩნეთს არ გულისხმობ, ცხადია, მე აქ გულისხმობ დიდი ჩეჩენი ერის დიდი პრეზიდენტის იჩქერიის თავისუფლებას. ჩემი არ გჯერათ, შეიჭყიდეთ ახლავე, როცა დავამთავრებ მე ამ ვიდეო ბლოგს, შეიჭყიდეთ ჩეჩენური დიასპორის წარმომადგენელთა სოციალურ გვერდებზე, იქ აღმოაჩენთ ფრიად საინტერესო არა მხოლოდ ანალიზს, არამედ ინფორმაციასაც იმის თაობაზე,
როგორ არ დანებდება იჩქერია, ნამდვილი იჩქერია, როგორ არ დაუწვება იმპერიალისტურ რუსეთს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველებიც არ დანებდებიან ჭეშმარიტ ქართველებზე ვლაპარაკობ, მათზე ვინც ორიენტირებულია მოლდოველების, უკრაინელების, ლიეტუველების, სწორედ წარმოვთქვამ, ესტონელების, ლატვიელების, უკრაინელების და სხვათა მსგავსად, ვინც ორიენტირებულია მომავალზე. ნახვამდის.